წალიდებიო. დილა მშვიდობისა მეგობრებო. პოზიტივი ხო გინდათ დღის განმავლობაში და აი ახლა პოზიტივს გაგანდობთ. ამ ქალს ალბათ იცნობთ თქვენ, ხო? ეს არის პასტორი, ქალბატონი. და მე მაქვს მოსმენილი ამ ქალბატონის საუბარი ადრე იესო ქრისტეზე, რომელიც საუბრობდა ასე, რომ იესო ქრისტე ესე იგი იყო პროვოკატორი და ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რომ ჯარიმებს ირტყავდა რა და რაღაცა ისეთი ამონაჭერი ქონდათ, რომ ნეგატიური საუბარი გამართა ამ ქალბატონმა ქრისტეზე. თუმცა ეხლა ამ ვიდეოში, აი ალბათ გეცნობათ ეს ვიდეო, არ ვიცი, დავპოსტე ჩემს პინზე. ძალიან საინტერესო ამონაჭერი შემოგთავაზეს ამ ქალბატონის, სადაც ამბობს, რომ იმ დროში, როცა ქალის სიტყვას ფასი არ ქონდა, 10 ქალი რო დაგეყენებინათ და ერთი ემტკიცებინა და ერთი კაცი მოსულიყო და ეთქვა არა ეს ასე არ არის, ამ ქალების საუბარს აზრი არ ქონდა, საერთოდ არანაირი ფასი არ ქონდა და საქმე იმაშია, რომ აი სწორედ ამ დროში, როდესაც ქალის სიტყვას ფასი არ აქვს, იესო ქრისტემ თავის ამაღლების, თავის აღდგომის სამტკიცებლად ქალი აირჩია. ძალიან მომეწონა სხვათა შორის, ქალბატონი მიხვდა ძალიან ბევრ სიღრმეებში ჩავიდა ეთყობა და ქრისტე მიიღო როგორც ჩანს, მე როგორც დავინახე და ეს ჩემთვის ძალიან დიდი პოზიტივია. და ძალიან მიხარია. თქვენ რას ფიქრობთ? დამიწერეთ კომენტარები. ეს ქალბატონი მე როგორც გავიგე არის იუდეველების პასტორი? რაღაც ესე გავიგე, მაგრამ შეიძლება იუდეველების პასტორი არ იყო და სხვა რაღაცა არის. დამიწერეთ, ვინც ამ ქალბატონს იცნობთ, ვინ არის. ვისაუბროთ კიდე რაღაცეები დღეს? თუ გავიდე. მეზარება, ლაპარაკი. უკვე ყველაფერი ნათქვამი მაქვს. ხო, ერთადერთი რაც შემიძლია თქვა ის, რომ მეგობრებო, შეგიძლიათ აბსოლუტურად ჩემი ვიდეოები თუ ხილვა გინდათ ისინი, რომლებიც წაიშალა, ხო? თქვენ იცით, რომ Facebook-ს ახალი წესები აქვს, რომ რამდენიმე თვის წინ დაიწყო ასეთი რამე. გამოქვეყნებულ live-ს, რომელიც იყო რამდენიმე თვე ნეტში, Facebook-ზე, იმას შლის ყველას. და აი აქედან ყველა ვიდეო იშლება, მაგრამ რომელი ვიდეოც იშლება, მეგობრებო, ვცდილობ ხოლმე რომ ჩემი YouTube-დან გადმოგიგდოთ ლინკი, იმიტომ რომ იმ live-ს, რომელსაც ვწერ, შემდეგ ვიდეოს YouTube-ზეც ვტვირთავ. აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ ნებისმიერი ვიდეოზე გქონდეთ წვდომა YouTube კანალზე. YouTube კანალს კიდე ქვია ასე, ნახეთ, ეხლა ჩაგიგდებთ. ჩაგიგდებთ კომენტარში. კომენტარში სად ჩაგიგდებთ, ვერ გიგდებთ. აქ რაღაცა არის. ნუ პირველ კომენტარში ჩაგიგდებთ ჩემი YouTube links. სხვა რა ხდება, თქვენთან როგორ ხართ? გუშინ არ მქონდა დრო ვერ შემოგიერთდით. გამარჯობა თამარ, ეს არის ბატისტების ეპისკოპოსი, როგორც ვიცი რუსუდანი, გვარი არ მახსოვს. ხო, ანუ ესე იგი ბატისტების ეპისკოპოსი ყოფილა. კი ბატონო. ვინც ქრისტეს აღიარებს, ყველა ქრისტიანია. რაც უნდა დაირქვას ის ბატისტების. იცით რა არის? აი, ყველაზე საინტერესო არის ესეთი რამ რა, ქრისტეს ცხოვრებაში. იუდას და ქრისტეს პირველი მტერი იყო. ვერ იტანდა ქრისტეს. იცით რატომ ვერ იტანდა ქრისტეს იუდას და?
იუდას და იყო შეყვარებული თავის ძმაზე, ანუ იუდაზე. თქვენ იცით რომ ხშია? კი, იდეთ ეხლა მორჩები ლაივზე, ჭამოთ, კარგი? მეც ხშია, არ მიჭამიაჭებ. ხო და თავის დაზე იყო შეყვარებული იუდას და თქვენ იცით რომ იუდეველებში ეხლა არის მოსული ბიძაშვილებზე დაქორწინება და იმ პერიოდში დაზეც და ძმაზეც დაქორწინება იყო შესაძლებელი. ხო და ამ დას არ ვიცი რა ერქვა, მართალი გითხრათ, ძალიან უყვარდა თავისი ძმა იუდა. და იუდა ქრისტესთან რომ დადიოდა ხშირად, ეჭვიანობდა. და არ უნდოდა რომ ქრისტეს გვერდში ყოფილიყო. ესე იგი ძალიან ცუდი ტიპის ქალი იყო, ისე რომ ჭკუაზე იყო გადასული რა ამ თავისი ძმის გამო. რა მოხდა მერე დაუკავშირდა კაიაფას. და კაიაფა გააქეზა ქრისტეს წინააღმდეგ. ხო და მეგობრებო, ეს კაიაფას კიდე ეს ქალი უყვარდა, მოკლედ ერთი ამბავია რა. ანუ იუდას დაზე იყო შეყვარებული ეს ტიპი. ხო და ამიტომაც ანუ ის რომ ქრისტე ჯვარზე აცვეს და კაიაფას მეთაურობით ხდება ეს ყველაფერი, სავარაუდოდ აი ისევ და ისევ ეს საზიზღრული სიყვარულის ამბავია, რომ იმას უყვარს ის, იმას კიდე ის. ესეთი სიმღერა მაქვს დაწერილი ინგლისურად რა, სხვათა შორის არ ვიცი როგორ მომივიდა. რაღაც სიგიჟია, ანუ ესეთ სიტყვებს გადაგითარგმნით რა. რაღაც სიგიჟე ხდება, რაღაც უცნაური ხდება, ვიღაცა რაღაცა სადღაცა რაღაცა ხდება, ხო? და ეხლა ნახე მე ხსნი ესე რომ მე მომწონ ხარ შენ მოგწონს ის, იმას მოსწონს ის, ვისაც მე მოვწონვარ. აი ესეთი წრე შეიქმნა რა. და მე ვიძახი ეს წრე, ეს წრე, ეს რა საზღარი წრე. ხო და დიდი წრე. ხო და ეს რატო დავწერე მართალი გითხრათ, არ ვიცი, არა, როგორ არ ვიცი. და აი ესე ჟღერს ეს. Something crazy is going on. Something crazy is happening. Somebody, nobody, anybody. You and me. ხო, მე და შენო რა ესე არის. I like you, you like her. She likes him who's like me. Something crazy is going on. Something crazy is happening. Somebody, nobody, anybody. You and me. და ესე გრძელდება რა და მე რაღაცა მოდის და მაგ. ხო, მოკლედ ერთი სიტყვით ეს წრე, მეგობრებო, ეს არის რაღაცა ჯანდაბური წრე, რომელიც ქმნის სრულიად გაუგებრობებს. აი ჩვენ ახლა მე მგონი მივედით იმ პუნქტამდე, რაც უნდა ამოვხსნათ ჩვენში. რა კლავს ქრისტეს? რა კლავს ქრისტეს, მეგობრებო? აუ, მართლა მაგარი თემა გაიჩიტა, ახლა ძალიან სპონტანურად და უცნაურად გაიჩიტა ეს თემა რა. აი მოდი ჟარგონულად ვილაპარაკებ, ისე უხდება რა. ხო და თქვენ თუ იცით, მეგობრებო, ქრისტე რო არჩევდა ხალხს, ის არჩევდა რის მიხედვით? თუ იცით, რის მიხედვით არჩევდა? ნახეთ, ადამიანებს არჩევდა და თუ კი ისინი იყვნენ პარტნიორი ყავდათ ამ ადამიანებს, მაშინ ჯერ პარტნიორისგან უნდა აიღოთ ნებართვა, რომ ქრისტეს გაყოლოდნენ და შემდეგ თუ კი პარტნიორი ნებას დართავდა, მაშინ ისინი მისდევდნენ ქრისტეს. ვისაც პარტნიორი არ ყავდა, რა თქმა უნდა არ ყავდა და ესე მიდიოდა და ქრისტესთან არ იყვნენ მხოლოდ მამაკაცები, მეგობრებო, მამაკაცები მხოლოდ ჩაწერეს, იმიტომ რომ იმ პერიოდში, აი ხლა როგორც ქალბატონმა განაცხადა რუსუდანმა, ხო? იმ პერიოდში ქალი არ მოიხსენიებოდა, საერთოდ უმნიშვნელო იყო, აი ქალი იყო როგორც ტრიაპკა ესე რა, მოიხმარდნენ, გადააგდებდნენ, იყო სახში, ემსახურებოდა კაცს, არ იყო მნიშვნელოვანი მისი სიტყვა. ამიტომ პირველ რიგში რასაც აკეთებს ქრისტე მოდის და აი ამ ქალბატონების როლს მაღლას წევს რა, ანუ მნიშვნელობას ანიჭებს ქალს.
და ვინც რომელი ქალიც დაუქორწინებელი იყო, არ არსებობს, რომ ქრისტესთვის გაეტანებინათ, ანუ არ მისცემდნენ არც ერთ ქალს უფლებას, რომ ქრისტეს გაყოლოდა. ამიტომ ქრისტე მიდის მაგდალინელის მამასთან და მოლაპარაკებას აწყობს. ის შეიძლება არ ქორწინდება, ის შეიძლება ჯვარს არ იწერს, ნუ ეხლა ჯვრის წერა მე არის შემოსული, მაგრამ მას მიხავს მაგდალინელი თავისა როგორც თავისი პარტნიორი, გესმით? სხვა შემთხვევაში ქრისტეს არ გააყოლებდნენ თავის ქალიშვილს. მაგდალინელი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაგდალინელი, მარიამ მაგდალინელი არ იყო მრუში. მარიამ მაგდალინელი იყო მდიდარი კაცის შვილი, რომელიც არ ქორწინდებოდა არც ერთ მამაკაცზე. და იმიტომ არ ქორწინდებოდა, რომ მარიამ მაგდალინელი უკვე გონებით იყო გასხიოსნებული. და ეხლა რომელ მამაკაც დაუთმობდა, თან აქ ჰქონდა ამის საშუალება. მისი მამა არ აძალებდა მარიამ მაგდალინეს გათხოვებას, იმიტომ რომ იმ პერიოდში ქალი უნდა გათხოვილიყო, ესეთი ტრადიციები ჰქონდათ, რაღაცა დებილური ტრადიციები, რომ ქალი უნდა გათხოვილიყო, თუ გათხოვილი არ იყო, ესა და ისა და ისა, არ აძალებდა ეს მამამისი, იმიტომ რომ არც ფული სჭირდებოდა, იმიტომ რომ ფულში გაეყიდა თავისი ქალიშვილი, რაც ხშირად ხდებოდა ესეთი ამბები იმ პერიოდში და არც და თავისი ქალიშვილი უყვარდა, სავარაუდოდ თვითონ მამამისიც ქრისტეს მოწაფე იყო, ხდება მერე მამამისი ქრისტეს მოწაფე. და აი ნახეთ რა ხდება, საქმე იმაშია, რომ მარიამ მაგდალინელი, მარიამ ბეთანიელი და მარიამ ეგვიპტელი რა შოშია, კიდევ ერთი მარიამი რა, რომელიც ფეხებს ბანს, მრუში. ეს სამი მარიამი ერთში გააერთიანა ერთ-ერთმა კათოლიკმა, რა ქვია, პაპსტმა. ვერ გაიგო, გესმით? ან სპეციალურად გამიზნულად, ან ვერ გაიგო და ეს სამივე მარიამი ეგონა ერთი და იგივე. და თქვა, რომ აი ეს მარიამი იყო მრუში, მაგრამ აქედან ქრისტეს დაყვებოდა უამრავი მარიამი. ერთ-ერთი მათ შორის დედამისაც მარიამი ერქვა და ეს მარიამები ერთ სახელში, რადგან მარიამი ერქვა, აღარ დააკვირდა ეს დეგენერატი, გააერთიანა ყველა ერთში და მაგდალინეს მრუშობაც მიაწერა, ისიც მიაწერა, რომ რაღაცა, რა ყველაფერი მიაწერა, რაც პრინციპში სხვა მარიამები იყვნენ. ამიტომ მე-19 საუკუნის ბოლომდე, ხო, სანამ არ გაირკვა ეს საკითხი, რომ მარიამი არ არის ერთი და იგივე, რომელიც იმან გააერთიანა და არ გამიჯნეს ერთმანეთისგან, ეგონათ, რომ მარიამი იყო მრუში, რომელიც ქრისტემ განკურნა. მაგრამ მარიამ მაგდალინელი არ ყოფილა მრუში. ის იყო აბსოლუტურად ქრისტეს დონეზე თითქმის რა. იმიტომ ირჩევს მაგდალინელს ქრისტე. პირველი, ვისაც ირჩევს ქრისტემ თავის მოწაფედ, არის მარიამ მაგდალინელი. ეხლა ნახეთ რა ხდება რა. რადგან ქრისტე უკვე ირჩევს თავის პარტნიორს, მას ეხლა, რა თქმა უნდა, სხვა ქალების ყოლის უფლება აღარ აქვს, ხო? მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ სხვა ქალებსაც ეს იესო ქრისტე მაგრად ევასებათ რა, ანუ იმიტომ ევასებათ, რომ მასში პოულობენ ხსნას. ხსნას რატო იცი? ხედავენ, რომ ეს ადამიანი ქალებს ხედავს თანასწორუფლებიანად. ეხლა რომელ ქალბატონს არ მოეწონება ის მამაკაცი, რომელიც შენ გიყურებს თანასწორუფლებიანად, მითხარით? და რომელ ქალბატონს მოეწონება სხვა მამაკაცი, რომელიც შენ ზემოდან გიყურებს როგორც ტრიაპკას ისე. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა თან მით უმეტეს ქრისტეს აქვს ესეთი განსაკუთრებული ვითარება, რომ მისი ასაკის მამაკაცები იმ ადგილზე, სადაც არის და სადაც დადის, არ მოიპოვებიან ფიზიკურად. იცით რატომ? ხომ იცით რატომაც, ხო? რომ დაიბადა ქრისტე, რა გააკეთა იმ დროინდელმა, გამარჯობა დარეჯან, იმ დროინდელმა მმართველმა, რომ უთხრეს, რომ მეფე დაიბადაო. რა გააკეთა? 2 წლამდე ყველა ბავშვი მამაკაცი გაწყვიტა, მოკლა. ესე იგი რა გამოდის, რომ 2 წლამდე ყველა მამაკაცი თუ მოკლა, ქრისტეს ასაკში მამაკაცი არ დაიარებოდა იმ პერიოდში. შესაბამისად, ის ქალებიც მამაკაცის ნაკლებობას განიცდიდნენ, ხო?
მამაკაცის ნაკლებობას, იმიტომ რომ თუ 200 რა არის, ყველა ყრმა გაწყვიტა, ესე იგი წარმოიდგინე 2 წლის განმავლობაში დაბადებული მამაკაცი აღარ იყო. ქალებს აღარ ყავდათ მამაკაცები. გესმით? ანუ ნაკლოვანება იყო მამაკაცის. და რო გამოჩნდა ქრისტე, რა თქმა უნდა ამ ქალებისთვის ეს მამაკაცი ძალიან ეხლა ნახე რატო არ იყო, ესეც ძალიან საინტერესო თემა. კაცს რომ ქალისთვის ხმა მიეცა, ქალის ხმისთვის უფლება მიენიჭებინა, ან მნიშვნელობა მიენიჭებინა, რამდენჯერ უფრო მეტი იყო მაშინ ქალი კაცზე, ხო? ანუ ქალები აიღებდნენ სადავეებს. მაგრამ რადგან ასეთი ვითარება იყო, რომ კაცი უფრო ცოტა იყო ვიდრე ქალი, ამიტომ ქალის სიტყვის ყურადღება არ ექცეოდა სპეციალურად და გამიზნულად. თორე გადაულიდნენ ეს ქალები ამ კაცებს. იმდენი იყვნენ. იმიტომ თქვა, რომ 10 ქალზე ერთი მამაკაციც არ მოდიოდა რა. 10 ქალს რო ეთქვა ერთი რამ და დაემტკიცები, რომ აი მე ვნახე და ერთი მამაკაცი რომ მოსულიყო და ეთქვა არა ესე არ არის, იმ ერთ მამაკაცს უფრო დიდი სიტყვის ფასი ჰქონდა ვიდრე ამ 10 ქალს. ანუ ეს პირდაპირ მიგონიშნებს, რომ ერთ მამაკაცზე 10 ქალი მოდიოდა. ხო? ესე იტყვიან ხოლმე, ხო? მოდიოდა. აქედან გამომდინარე, საინტერესო თემა შემოჭრა ახლა ამ ქალბატონმა რუსუდანმა, რომ რატო მაინც მაგდალინელი რატო აირჩია. და მე კიდევ ვფიქრობ, რომ კი არა აირჩია ქრისტემ. მაგდალინელმა თავისი ვაჟკაცობა დაამტკიცა ამ მომენტში, რომ ის არავის არ უყურებს, არავის აზრი არ აინტერესებს, არ ეშინია და მიდის მაინც იმ ადგილზე, სადაც შეიძლება სიკვდილით დაესაჯათ ის ადამიანი, რომ იქ ენახათ ქრისტეს აღდგომის მომენტში. ხდება მაქმანები რა არის? არ ვიცი, ესენი? არ ვიცი, მაქმანები რას ნიშნავს? ხო და აქედან გამომდინარე, მეგობრებო, დილამშვიდობის ამარი. გამომდინარე, მეგობრებო, ახლა გადავიდეთ ისევ იმას დაუბრუნდეთ იუდას დას. იუდას და რო ნახავს და აი ძალიან საზიზღარია იუდას და. ალბათ სიყვარულისგან არის დაბრმავებული რა, დადებილებული და დაშტერებული. აი ეს ვნებიანი სიყვარული არის, ესე იგი, დაცემული სიყვარული არის ყველაზე საშიში, მეგობრებო რა, დაცემული სიყვარული. ეხლავე დედიკო მოვალ. დაცემული სიყვარული არის ყველაზე ცუდი ადამიანისთვის და ქრისტესაც კი კლავს ეს დაცემული სიყვარული. მოდი გავაგზავნებ ახლა ერთი წუთით პაუზას ავიღებ და ეხლავე მოვალ. მოვედი. ხო და მეგობრებო, ესე ხდება, რომ კაიაფა, ესე იგი, ამ ქალის სიყვარულით დაბრმავებული, ყველაფერს აკეთებს, რაც ამ ქალს სურს. ეს ქალი კიდე აკეზებს და აკეზებს ამ ქრისტეს წინააღმდეგ, იმიტომ რომ იუდას ართმევს ეს ქრისტე და მორფინზე რომ შესვა წულუკიანმა 13 წლის ბავშვები მაგაზე გადაერთე, ეგაა ახლა მნიშვნელოვანი. ლევან, იცი რა, ყველამ თავისავს მიხედოს რა. ყველამ თავის შვილებს მიხედოს კიდე რა. მართლა გეუბნები რა, ეგ არ არის ჩემი მისია.
ეგ არ არის ჩემი მისია, რომ ყველა სათითაოდ მივადგე სახში და უთხრა, რომ ესე და პარლამენტარებს დავეჭ. ეგენი არიან არა ადამიანები და არა ადამიანებთან მე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ ადამიანებთან. აგერ ვინც ხართ და მისმენთ, ეხლა მე ადამიანებს ვესაუბრები და ადამიანებს კი არა, ღმერთ კაცებს ვესაუბრები და ღმერთ ქალებს რა. იმიტომ რომ ჩვენ გავიგეთ, რომ ჩვენში რახან ღმერთი არის, ხო? ქრისტეს სიტყვებითაც გვიმტკიცდება, რომ ღმერთი არის. მარტო ადამიანის შვილები არ ვართ, ჩვენ ნახევარ ღმერთკაცები ვართ და ნახევარ შეიძლება ადამიანიც ვიყოთ. შეიძლება არც ვიყოთ ადამიანის შთამომავლები, შეიძლება ჩვენ სულ სხვა აი ცივილიზაციის წარმომადგენლებიც ვიყოთ საქართველოში, იმიტომ რომ საქართველოში მტკიცდება ორიონელების არსებობა. ორიონელები კიდე ადამიანს არ ქმნიან. ორიონელები თვითონ არიან აქ დედამიწაზე, რომლებიც სინათლეს ამ დედამიწის გადარჩენისთვის იბრძვიან, ამ ტიამატის გადარჩენისთვის და დანარჩენი ახლა შესაძლებელია ეს ორიონელებით შეუერთდნენ ადამიანებს, მაგრამ შესაძლებელია სულაც არ შეუერთდნენ და თავიანთი შთამომავლობა გააგრძელეს და ის ქართველ ხართ უფალიო, ხო გითხრა შინაგანმა ხმამ და მოკლედ რომ ბევრი არ გავაგრძელოთ, გადავიდეთ ისე იმაზე, რომ რა კლავს ქრისტეს რა ძალა კლავს ქრისტეს. ისევ და ისევ შეუერთდით იმას, რომ აი დაცემული სიყვარულის წაქეზება. ხო და ეხლა რა არის, იცით? როდესაც ქრისტეს ჯვარს აცმევენ, თქვენ იცით, რომ იუდა იკლავს თავს. ამას სულ გაგიჟდება ის ქალი, ის გოგო, და საბოლოო ჯამში ქრისტეს აღიარებს. გიჟდება ეს და ქრისტეს აღიარებს. როგორ და რანაირად ხდება ეს არ ვიცით. რის ნიადაგზე, ანუ ამ ძალიან დიდი ტრავმის ნიადაგზე ქრისტე გამოეცხადება და მერე დაიჯერებს თუ რა ხდება არ ვიცით, მაგრამ ამ ქალის ანუ იუდას და ქრისტეს აღიარებს. კაიაფა კი რჩება ხახამშრალი. გესმით? საინტერესო მომენტია ეს რა. კაიაფა ხახამშრალი იმიტომ რჩება, რომ შერჩება ქრისტეს სიკვდილი ხელებზე რა, ქრისტეს სისხლი. რისთვის გააკეთა, აი სრულყოფილად ჩვენ ვიცით, რომ აი ძალაუფლება უნდათ. მაგ ძალაუფლების უკან კიდე სხვა რაღაცა ძალა უნდა ყოფილიყო, თორემ მარტო ეს ძალაუფლების ძალა მაგას ვერ მისცემდათ იმის ენერგიას და ძალას, რომ ქრისტე მოეკლათ რა. მარია მაგდალინას თიაწერს. მარია მაგდალინას მონობაში და ტყუილში ცხოვრებას თავისუფლება ამჯობინა, თუნდაც სიცოცხლის ფასად რომ დაჯდომოდა, მაინც გადადგა ეს ღირსეული ნაბიჯი. ეს იყო ხმამაღალი მესიჯი ყველა ქალისთვის, დაეცვათ საკუთარი უფლებები. ხო, ალბათ კიდევაც იყო ეგ, კი, მესიჯიც იყო და მტკიცებულებაც. კაცი დაყავა. ეხლა რატო ვახსენეთ ეს რა ერქვა იუდას დას არ ვიცი. მე მგონი ანა ერქვა, იუდას დას ანა ერქვა მე მგონი. როგორ გახდება ეს ქალბატონი მარია მაგდალინი უთვისტომო იყო? რატო იყო უთვისტომო? ასულს არ იყო უთვისტომო. მაგდალიდან იყო, მარია მაგდალიდან იყო და მარია ბეთანიელი იყო კიდე. ერთ-ერთი ბეთანიელი იყო, მარიამი. სხვათა შორის ქრისტეს მიმდევრები იყვნენ ასევე ძალიან წარჩინებული პირების ცოლებით და ესენი აფინანსებდნენ. გესმით? აფინანსებდნენ ქრისტეს და რაში აფინანსებდნენ, იცით? ტექსტების გამოშვებაში, წერაში,
თვითონ წერდნენ ფურცლები იმ პერიოდში ძალიან ძვირი ღირდა, ფურცლებს ყიდულობდნენ. ეს ახლა არის ეგრე, ადრე როგორი იყო, მეც მყავს ერთი ეგეთი. როგორი ეგეთი ვერ ხვდები ლევან რას წერს. ანაწერს ორიონს ხომ უმაღლეს არსებად აღიარებენ, ზეციურ მწყემსაც ეძახიან. რა ვიცით რა ხდება, ალბათ გაირკვევა. არ არის დაფარული რომ არ გაცხადეს, ეხლა არის ეგ პერიოდი. მეგობრებო, 2026 წლის 2027 წლის ბოლომდე თითქმის ყველა გასხივოსნებულს ყველაფერი გაუცხადდება. შემდეგ ეს ადამიანები ეცდებიან, რომ აი იმათ ვისაც ძინავთ, ჯერ გაათვითცნობიერონ იმ საკითხში, რომ რაღაცნაირად ეს სულები გადაარჩინონ, ეს ხალხი გადაარჩინონ რა და 2031 წლამდე უკვე აღდგომა მომხდარი იქნება. ანუ ყველაფერს გავივლით, საშინელ დროებს გავივლით, მაგრამ ჩვენთვის ეს არ იქნება როგორც საშინელი დრო. იმ ხალხისთვის, ვინც გასხივოსნებულია, ეს იქნება განწვენდის დრო და ამას ძალიან კარგად მიიღებს და ძალიან სიხარულით მიიღებს სხვათა შორის ის საზოგადოება, ვინც ქრისტეს ელოდება. ლორდი ხარ ვიცი შენს გარდასახვის მეცადეთ გამიქცა. ნუ ეხლა არის ეგრე, ადრე როგორ იყო, მეც მყავს ეგეთიო. 23 წლის ასაკში ქრისტე მინდა ვიყო, ლევანი ამბობს. გარდასახვა ვიცი, ლორდი ხარ ვიცი შენს, უთვისტომო რო არ არის, უთვისტომოა. უთვისტომო რო არ არის და უთვისტომოა. ლევან, ცოტა გარკვევით დაწერე რა, ვერ ხვდები რებს წერს, გეჩქარება ეთყობა, რომ გაგვანდო შენი ისენი აზრები და მოკლედ კრიმინალი მაგის გამო არის უთვისტომო, იყო თუ ტომისტომო. მე მგონი შენ სხვა სიხშირეზე ხარ და ვერ მესმის ჯერჯერობით რას ლაპარაკობ. ის არ ის სამყაროში და ის უფალი ხო ნახე აი ხა რაღაცას დაგიფოსტავთ კარგი რაღაც გამახსენე ავთანდილ ეხლა დაგიფოსტავთ რაღაცას და როგორ ერქვა იესოს მაგას გაგანდობთ რომელიც შემდეგ ამოშალეს უბრალოდ უნდა მოვძებნო სად მაქვს ერთ-ერთი წერილის მიხედვით მეგობრებო იესოს ერქვა ისა ისა აკიც აქედან მოდის ალბათ რა მე მგონი ვიპოვე აი ეს იესოს სახელი არის ისა ანუ იშა იეშა ებრაულად ხსნას ნიშნავს და არას სახელს ხვდებით ამოქეკა ლევან პეტრიაშვილმა და ერთ-ერთი წერილის მიხედვით კიდე იეღოვა არის როგორც ბოროტი ღმერთად მოხსენიებული და ესეც ამოღებულია როგორც ჩანს ბოროტ ღმერთად მოხსენიებული არის იეღოვა რატომ ამოიღეს ახალი აღთქმიდან იახვეს სახელი ვინც ევას დაიმუქრა რომ თუ ნაყოფს შეჭამდა მოკვდებოდა არის იახვე რომელმაც გველი დაწყევლა და რომელმაც იობის შვილები ცეცხლში ამობუკა წმინდა წერილი
წერილით ის არ არის ისრაელის მამა. ის მოხსენიებულია როგორც ციცრუის მამა. ამიტომ არის ამოღებული ახალი აღთქმიდან იახვეს სახელი. არადა როცა იესო და პავლე ციტირებენ ძველი აღთქმის ტექსტიდან, აუცილებლად უნდა ახსენონ იახვე. ხვდებით რა ხდება დღესდღეობით? ისა და წავიკითხოთ ახლა დავითის მოწერილი. დავით შენი მოწერილი სადაა? ის ავთანდილის უფლისა. ის არ ის სამყაროში და ისაა უფალი ღმერთი ყველა. ასეთ ის იგულისხმება უფალი. და ამიტომაცაა ის ჩვენში, ხო და ვიმოქმედოთ. ამინი და ანი ის მსგავსად ქართულითა ამ ენითაა. ასეა ეს, მე ასე მგონია, ვფიქრობ და იქნება. კი, ავთანდილ, მეც ეგრე მგონია. საინტერესო ვიღაც ხართ მოკლედ. თუ გინდა პირადში გავიაროთ. ებრაელებს გაგაცნობ თუ გინდა. ელვის სისწრაფე. ებრაელების გაცნობა რაში მჭირდება? ვიცნობ ებრაელებს, მაგრამ ჯვარი რატომ არ გიკეთია? ქართველებს და ებრაელებს დიდი კავშირი გაქვთ, დავითმა დიდი რამე გააკეთა. ეხლა ეს შენ კიდე სხვა ლევანი ხარ, რომელსაც უნდა უმტკიცო, რომ ქართველები და ებრაელები არ ვართ მეთქი ერთი? ჯვარი რატომ არ მიკეთია? ამას აქვს ახსნა. ჯვარი არ ეკეთა იესო ქრისტეს, მან ჯვარი ატარა და მეც იესო ქრისტეს მსგავსად ჯვარს ვატარებ და არ გულზე არ ვიკიდებ. ჯვარს ვატარებ მე, ქრისტეს ჯვარს. და ვისაც გულზე უკიდია, იმას აი როგორც იტყვენ ფეხებზე მკიდიაო, ისე კიდია ყელზე რა. მართლა გეუბნები. აი ესე დაკიდეს ყველა ჯვრები. ჯერ ეგრეთ ის ჯვარი ქრისტიანული არ არის სიმბოლო. ქრისტიანული სიმბოლო არის თევზები. არც ერთი ქრისტიანი ჯვარს არ ეკიდა ყელზე რა. ფეხებზე კი არ ეკიდათ, ყელზე ეკიდათ. ყელზე კიდიათ ქრისტე. მართლა გეუბნები, პირდაპირ გამოთქმა გვეუბნება ქართული. ზოგს ფეხებზე კიდია, ზოგს ყელზე კიდია. გესმის? და შინაგანად არ შეუყვანიათ ჯერ შიგნით ქრისტე. ისინი ჯერ გარეთ არიან და გარეთ უყურებენ. ნიკოლოს თუ გშია დედიკო, პური იცი სად არის? გამოიღე, მოდი აქ მოიტანე და დაჯექი და ჭამე. ეხლა იმდენა ისე იზავთ, რომ ხალხს ეგონება, რომ საჭმელს არ გაჭმევთ. გესმის? და უკვე 8 წლის ხარ და ისწავლე. თუ გშია, შენ თვითონ უნდა მოუარო შენ თავს. მოდი აქ, მოდი ჩემთან. რამდენი წლის ხარ მითხარი? რამდენი წლის ხარ? ხო და საჯაროდ რატომ არ ხდება არ დებს ამას თუ მიხვდი რომ ბოროტება მამაია? დებს? კი, საჯაროდ დებს. მე მგონი საჯაროდ დებს და კიდევაც ლაივებში დაიწყოს ამის თქმა. პოსტებში სხვაგარად წერს, ასეთი განათლებული თუ არის წესით უნდა ხდებოდეს იახვე ვინ არის. ანა ადრეს სხვაგვარად საუბრობდა იახვეზე, ლევანი მართლაც. მე და ლევანს მაგიტომ მოგვივიდა ჩხუბი. ჩხუბი არა, კამათი, აზრების გაყოფა. შემდეგ ისევ აზრზე მოვიდა თქვა ხა ვერ დაინახა ნაწერებში რომ ბევრი რაღაც სხვანაირად არის და თვითონაც მიხვდა ვინ არის იახვე. მიხვდა და ახლა საუბრობს იახვეზე ისე როგორც საჭირო. ხო, სიტყვა ის ანი საინტერესო, ხო, მარი, მეც მივაქცია მაგას ყურადღება, კი. ის ანი. იმიტომ რომ ს ხო სანია და ის ანი არის პირდაპირ გაშლილი სიტყვა, ერთი სიტყვა არის ისან. იმიტომ რომ სან ინი სანი. ინ არის სანი რა, ესეთი გამოდის მთლიანი სიტყვა. რო გავშალოთ, ის რო გავშალოთ, აი ქართული ლაზარის მიხედვით ის რო გავშალოთ, მარტო ეს ორი ასობგერა, ხო? გამოდის ინ არის სანი. ინ არის სანი. კარგია თამარ მიხარია თუ ასია. ხო, მეც მიხარია.
ეხლა რაც შეეხება ჩვენ თქვით რომ ამის უკან სიყვარული იდგა ისევ, ეს დაცემული სიყვარულის ამბები იდგა. იუდას დის რაღაცა ხრიკები და საშინელებები, რომელიც აქეზებს კაიაფას, კაიაფა აკრეფილია ქრისტეზე და კაიაფას აქვს იმის უნარი და იმის ძალაუფლება იმ პერიოდში, რომ ქრისტე მოიშოროს თავიდან და ივაშკაცებს თავისი აზრით ამ იუდას დასთან. და საბოლოო ჯამში ეს იუდას და გარეკავს თვლიანად. იმიტომ რომ ყველაფერს კარგავს, თავის ძმას კარგავს, ქრისტეს კარგავს, კაიაფა ფეხზე კიდია ამ დას მართალი გითხრათ, იმიტომ რომ თავისი ძმა უყვარს, ხო და მერე ქრისტეს აღიარებს და ასე შემდეგ. და ქრისტე ირჩევდა ეს ამ ხალხს, ვისაც ირჩევდა და თავისთან მიყავდა, ესე იგი ან მეორე ნახევრისგან უნდა აიღო უფლება და ის მეორე ნახევარის გამოყვებოდა, ან მეორე ნახევარი რჩებოდა და ის მოყვებოდა უფლებით. ერთ-ერთი ასეთი ყავს, ერთ-ერთი მოწაფე ყავს, რომლის მეორე ნახევარიც ძალიან განიცდის იმას, რომ ეს კაცი სულ ქრისტესთან არის. რომელია იქ? მოიცადე ერთი წუთით. პავლე. სავლე რო გახდება. თუმცა ჩვენ ვიცით რომ პავლე არ იყო ქრისტეს დროს. მოიცა პავლე იყო? არა, პავლე არა, მოიცა. შეიძლება პაულ თუ რომელი იყო, აღარ მახსოვს. არ არის მნიშვნელოვანი. ჯვარი კისერზე დაკიდებული ეს ნიშანია მონობის. ხო, ლაზარე, ანუ ჩვენ არ ვართ მონაზღვენები, ჩვენ ვართ ქრისტეები. მონაზღვენები იყვნენ ისინი, ვინც მონად მიუძღვნეს თავი, რომელღაც არ ვიცი, მაგრამ ქრისტეს მამას მონები არ სჭირდება. ქრისტეს მამას ქრისტეები სჭირდება. და მაინც ღმერთმა სამჯერ მომაწყვიტა ეს ჯვარი. არ გჭირდებაო რა. აი სამჯერ მქონდა ჯვარი დაკიდებული. სხვადასხვა, ერთი ბოლნური, ერთი წმინდა ნინოს ჯვარი, პირველი ჩემი წმინდა ნინოს ჯვარი იყო ნათლობის. გააქრო ღმერთმა ეს ჯვარი, არ ვიცი, გაქრა ეს ჯვარი რა, მართლა გაქრა. მეორე იყო ბოლნური ჯვარი, დიდი ხანი მეკიდა და ეს ბოლნური ჯვარი სად ვიყავით? კროაციაში კი არა და ბულგარეთში არ გინდაო, იქ მომწყვიტა და ბულგარეთში ვიყავით, მე მგონი, ხო, ბულგარეთში და ერთი ჯვარიც აქ გააქრო, აქედან გააქრო. პავლე არ იყო ქრისტეს დროს, სხვადასხვა პერიოდში დაიბადნენ. არა, ხო, პავლე არ იყო, მაგრამ მაგის იმაში მოწაფეებში ერთი პავლე იყო. ის პავლე არა, რომ მემაც დაწერა, სხვა პავლე იყო. სხვა პავლე იყო კი. ISO ქრისტეს სრულყოფილი ჭეშმარიტების შემეცნებას ცოდნას ნიშნავს. ირო ო არის, ხო? ირო ო არის. ის რო ო არის. ინი და ონი თვითონ შინაგანი ნათება და გარეგანი ნათება ერთი და იგივეაო. აი ეს სიტყვა თვითონ მაგას მიგვანიშნებს. ინი არის ონი. ინი არის შინაგანი, ონი არის გარეგანი. ორივეში არის ნათება. ხო? და ამ ნათებებს თუ აღმოაჩენი შენ, მაშინ მარინეს გამახსენე, ბოლნური ჯვარი სად დავკარგებ, სად ვიყავით მაშინ? Wo waren wir dann noch in Kroatien? Nee, oder Serbien oder Bulgarien. Im Tempel? Weißt du, wir waren da an einem Fluss auch entlang. Serbien. სერბეთში დამიკარგავს ბოლნური ჯვარი. არის და ძალიან მიყვარდა. სხვადასხვის ეს ბოლნური ჯვარი კახაბაკურაძესთან რო ვიყავი, კახაბაკურაძესთან მსახიობი ვიყავი რა, მოცეკვავე ვიყავი და
პრინციპში მოძრაობის პანტომიმი ვიყავ, მოძრაობის მსახიობი მოძრაობის თეატრია რა და იქ სიტყვერი ის არის ხო ვარჯიში იქ იყო ძირითადად სხეულებრივი ვარჯიში. ხო და აქ მახსოვს რა რომ სად ვიყიდე იცით ეს ჯვარი, ბოლნური ჯვარი? მიწის ქვეშ გადასასვლელში ვიყიდე ეს ბოლნური ჯვარი. ხო და მაშინ ერთ ბიჭს მოვწონდი რა და ამ ბიჭმა მითხრა რომ მოდი ახლა ამ ჯვარსო შენ სახელზე ვაკურთხებინებო. აიტანა უცბად ეკლესიაში, აკურთხებინა და მომცა რომ აი ეს ჯვარი შენი. ვაკურთხებინე უკვე რა. რა გააკეთა არ ვიცი ახლა იმან. ესე უცბად, მაგრამ აკურთხებინა ჩემ სახელზე და დამქონდა ეს ჯვარი დიდი ხანი, პატარა საყვარელი ბოლნური ჯვარი იყო. აი ეს ახლა ლია ტურაშვილს რო აქვს, ეს არის ბოლნური ჯვარი. წრეში ჩასმული 4-ვე ერთ სიგრძივანი განი და მაღლების კვეთა. ხო და ეს ბოლნური ჯვარი დიდი ხანი, აი ძალიან დიდი ხანი მეკეთა რა. ესე იგი წარმოიდგინეთ, მაშინ ვიყავი 17 წლის რომ ეს ჯვარი ვიყიდე და 17 წლის და 36 დაახლოებით 10 წელი რა 10 წელი ალბათ 20 წელი მეკეთა ეს ჯვარი 20 წელი და მე ღმერთმა მითხრა წავიდეს აღარ გჭირდება მრევლს არ გაემტყუნება ჭურში ყოფნა გაემტყუნება მხოლოდ მრევლის დამზომბირებელ სასულიერო როჟებს ხო კი ლაზარე ეგრე არის ზუსტად მაგრამ მრევლსაც გაემტყუნება იცი მრევლსაც გაემტყუნება სხვათა შორის ეგრე არ არის რომ მრევლი გაამართლოს ღმერთმა იმ სასულიერო პირის შეცდომაში რომ შეყავდი თავზე ხელი გადაუსვას აღარ გადაუსვას თავზე ხელს რაც შეეხება ახლა იმას რომ Ich habe einen tollen Fluss gemacht. რაც შეეხება იმას რომ მარტო ქალები იყვნენ ვინც ქრისტეს ჯვარცმას დაესწრო და ერთ-ერთი ახალგაზრდა იოანე არასრულწლოვანი იოანე ამასაც მნიშვნელობა აქვს და ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება რა ხდება ანუ ნახე სხვათა შორის მაგდალინელი აირჩიაო კი ამბობს რომ მარტო მაგდალინელი არ ყოფილა იქ აღდგომის დროს სხვა ქალებიც იყვნენ სხვათა შორის სხვა ქალებიც ყოფილან 10 მენელსაცხებელი დედებს უწოდებენ 10 ქრისტეს მიმდევარი ქალი იყო აღდგომის დროს კიდევ იქ მარიამთან ერთად თამარა სულიერი გონიერი ღვთაებრივი კავშირშია ქრისტეს ძუძუმტე და ნარჩენზე უშვილოდ ვისაუბროთ და ნარჩენზე უშვილოდ ვისაუბროთ 17 საუკუნეა რაც არასწორედ ქრისტე ძუძუმტე არის ძუძუმტე ტ და ე ნიშნავს ტანსა და ენს ტარი და ენი ტარიენი და ტარიელი კი არ ქვია მე მგონი იმას ქვია ტარიენი სინამდვილეში აღდგარი სიტყვა არის ლაზარეთი აღდგარი სიტყვა ტარიენია და ტარიენი შეიძლება კიდევ ასე ვთქვათ რომ არის ტე ებრაელების მიმართ მაინტერესებს შენი დამოკიდებულება ისა ლევან რომელი ებრაელების მიმართ თალმუდელი ებრაელების მიმართ იმ ებრაელების მიმართ რომლებიც გაქრისტიანდნენ თუ იმ ებრაელების მიმართ რომლებიც ჯერ ვერ გამოფხიზლებულან და არც ისინი არიან და არც ისინი აი დაკონკრეტდი და მე ვისაუბროთ ეგრე მე მაგალითად მყავს ებრაელი მეგობარი ქალბატონი და ქალი ხო რა ესე დაქალ სიტყვიან ეგრე მეგობარ დაქალზე რომელიც ანუ მონათლულია ქრისტეში ებრაელია მაგრამ მე რა მონათლულია ჩვეულებრივად ქრისტიანი იცის და რამდენჯერ აქვს საკითხული ბიბლია ალბათ
კიდე მყავს ებრაელი ბავშვობის დაქალი მყავს კიდე. ის არ არის ქრისტიანი, მაგრამ არც ქრისტეს წინააღმდეგია. ვინც ქრისტე აცვა ეხლა რომ უნდა გამოფხიზლდნენ. ერთი ჩორტია ყველა, მაგრამ შეიცვლებიან. სისხლი მაინც სხვა არის, ხო? მისმინეთ, ებრაელებო. გონწმოდით. აი ახლა ვიტყვი და შენ გამოიტანე აზრი რაც ვფიქრობ ებრაელებზე. ებრაელებო, თქვენ ვინც გონწმოსული ხართ, ნუ გეშინიათ თქვენი სიტყვის დაცვის. წარმოიდგინეთ, რომ სიდონია და მისი შვილები, მათ შორის მისი დედა, შვილები კი არა და სიდონიას დედა, მისი შვილები, სიდონიას და ძმები, ყველანი იგებენ ვინ არის ქრისტე. ყველანი. თქვენ თუ გინდათ იყავით ეს ებრაელები, ან თქვენ იყავით კაიაფასნაირები, რომლებიც აცვავენ ქრისტეს ჯვარს, ან თქვენ იყავით იოსებისნაირები, რომელსაც მოუკლავენ შვილს. ნუ ნახევარშვილს, თავის ცოლის შვილს. ანუ რომელი ებრაელი გინდა იყოთ, თქვენ თვითონ დაალაგდებით. გესმით? ან იქნებით ქრისტეს მკვლელები, ან იქნებით ქრისტეს გამმართლებლები, როგორც სიდონია და მისი დაძმანი არა, დედა და ძმები არიან, ან იქნებით იოსებისნაირი იუდევლები. იოსები, რომელიც ქრისტეს ასწავლის, ქრისტეზე ზრუნავს და ქრისტეს მამობას უწევს. გადაწყვიტეთ. მე ამას ვერ გადაგაწყვეტინებთ. თქვენი ნება უნდა იყოს იქ მოათავსეთ თავი, რომელშიც თქვენ ხედავთ თქვენს თავს. 2 წელიწადში ნახე რა დაიწყოს. 2 წელიწადში კი არა უკვე დაწყებულია ლევან. მეც ჰექსაგონი მიცავს. ხო. რანაირად? სად ამოიცნობა რომ ჰექსაგონი გიცავს შენ? ჩემთან ამოიცნობა და შენთან სად ამოიცნობა? ჩემთან ვარსკვლავურ წყობაში ამოიცნობა. ჰექსაგონი მეგობრებო იცით რაც არის, ხო? დავითის ვარსკვლავია. დავითის ვარსკვლავი არის ჰექსაგონი, რომელიც არის ვარდონი. ამაზე გუშინ სიდონში ქონიათ საუბარი და მე გვიან ჩამოვიჭყიდე დილით, უბრალოდ. დილით მომეწონა რაც ისაუბრეთ. დავითის ვარსკვლავი არ არის ებრაელების. კიდევ ერთხელ და 10 ჯერ და 100 ჯერ გავიმეორებ. ებრაელებს აქვთ მოპარული ქართული სიმბოლოები, ქართული სიმბოლიზმი, იმიტომ რომ ქართველებს აღარ გვაქვს გქონდა უბრალოდ წვდომა. ეხლა აღვადგინეთ წვდომა. იმ ყველაფერს რასაც შეიცნობ, იმას ძალას უკარგავს სხვისთვის. ქართველი რასაც შეიცნობს, სხვისთვის უკვე ძალა დაკარგულია. აქამდე თუ მაგათ იცავდა ჰექსაგრამა, რომელიც მოპარული ყავდათ. ეხლა, ნუ რას უკაცრავად. ეხლა ჩვენ გვიცავს, ვინც შევიცანით რა არის ეს. ებრაელების მიმართ ზუსტად იგივე დამოკიდებულება მაქვს და იგივე აზრი, ანაც აავა წერს, ხო? კარგი ლევან, მომწერე პირადში მაშინ. ჰექსაგონთან დაკავშირებით. აი, მეგობრებო, ნახეთ რა ხდება? ჩემი ბიჭი უნდა გაჩვენოთ. ხედავთ, დამოუკიდებლობა ისწავლა ჩემმა ბიჭმა, რო გავუბრაზდი. ოი, ეს პატენა მოვიდა ხე ჩემთან. ის დედიკოს ტიპა. ხო და სადამყვანამ დრო მოიყვანა წარსული შეცვალა. კაი გოჭო, ესეც საყვარელია ჩემი პატარა, ეს საყვარელი პატარა მყავს ის. ახარ არის პატარა, დიდი ბიჭია ესეც, დიდი 5 წლის არის უკვე, ხო? რამდენი წლის ხარ დედიკო? 5. ყოჩაღი ხარ შენ, ყოჩა. სტედაშია. დისტესი, შენ გინდა დამოუკიდებელი გახდე? ჰა? გინდა დამოუკიდებელი გახდე? არა. წავედი ახლა მეგობრებო. ნეცშია, არ მიჭამია ჯერ რომელი საათია, 11 საათია და ყავა დავლი, მაგრამ საჭმელი ხო უნდა ვჭამო.
იოანე ხითხითა. ხო, ძია საყვარელია ცა. სამივე ძალიან საყვარლები არიან, მაგრამ ეს პატარა ხო იცი ყველაფერი, მაინც პატარა საყვარელია ხოლმე, უფრო საყვარლად გეჩვენება და ეგრეა რა. გაკოცეთ, აბა მეგობრებო, გისურვებთ საუკეთესო დროს. აქ გაცილებით მეტი წერთ იმეებს, რა ქვია, კომენტარებს, ვიდრე სამი კაცი ხართ და აქ მიჩვენებს, რომ სამი კაცი უყურებს და არა და აშკარად უფრო მეტნი ხართ, ხო? კაი, წავედი ხა ეს Facebook-ი რაღაცებს მაბოლებს. მაგრამ ვერ დამაბოლა საბოლოო ჯამში, მაინც. ხალხი მიწერს, რომ შენ იმეებზე რაც კომენტარები მეწერა, ყველაფერი წაშლილიაო რა და რა ვიცი, რას მერჩიან, რას გვერჩიან, რატო შლიან, რა უნდათ. რატო, აი მაგალითად თია, როდესაც წერს კომენტარს, კომენტარი სანამ დაამთავრა, უკვე სადღაც TikTok-ზე მოახვედრებს ხოლმე და საერთოდ ვეღარ პოულობს იმ ვიდეოს, რომელზეც კომენტარს წერდა ჩემს ვიდეოზე და ასე შემდეგ. ასია მეგობრო. აბა იშვა, ისა, იესო, იუსუფ თუ რა ვიცი, როგორც უწოდებენ იესო ქრისტეს, ქრისტე იყოს ჩვენთან. ამენ, ამენით იესო ქრისტე. წავედი.